ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისში წინა საარჩევნო გარემოს სწავლობს. ტომას მელიამ ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების ოფისი დატოვა. ჰილარი კლინტონის მოადგილე ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის სხვა ლიდერებს შეხვდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ შეხვედრა თავად ივანიშვილმა შეაფასა. ახლა დათო ახვლედიანს ჩავთავთ კოალიციის ოფისიდან პირდაპირ ეთერში. დათო, თუ არის ცნობილი რა თემები განიხილეს მხარეებმა შეხვედრის დროს? დიახ, თამთა კოალიციის წევრებს სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათა შორისი დელეგაციის წევრები სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ტომას მელიას მეთაურობით შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებს შორის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობის დელეგაციას შორის გაიმართა მოლაპარაკებები. ქართული ოცნების მხრიდან შეხვედრას თავად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს წარმომადგენლობითი დელეგაცია თავად პრეზიდენტ ობამას და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მითითებით შეხვდა კოალიციას. საკმაოდ ბევრი საკითხი იყო განხილული, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, ერთ-ერთი თემა თავად კოალიციის ლიდერებმა გააცნეს დელეგაციას, მათ მიაწოდეს ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, თუ რა წნეხს განიცდის ოპოზიციური პარტიები სახელისუფლებო მხრიდან. ჩვენ შეგვიძლია თავად კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოვისმინოთ. კარგად იცით, რომ ესენი იყვნენ წარმოგზავნილები პრეზიდენტ ობამასა და ქალბატონ კლინტონისგან. ძალიან სტამბეში დავიდა, ძალიან სერიოზული შემადგენლობა იყო დელეგაციის და თვითონ ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ესეთი დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისინი ძალიან კარგად არიან გაცნობიერებულნი საქართველოს დღევანდელი მდგომარეობით. ჩვენს მათ დავეხმარეთ და დამატებითი ფაქტები მივაწოდეთ. ისინი ჩამოვიდნენ არა ვინმეს ხარდასაჭერად, ან პოზიციის, ან ოპოზიციის, არამედ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად. კოალიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათა შორისი დელეგაციის წევრები ტომას მელიას მეთაურობით უკვე გაემგზავრნენ მართველი გუნდის ნაციონალური პარტიის ოფისში, სადაც ისინი მართველი გუნდის წევრებთან გამართავენ შეხვედრებს. უკვე ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ასევე შეხვდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს ვიზიტის ბოლოს. მადლობა, თუ ეს იყო პირდაპირ ჩართვა კოალიციის ოფისიდან ტომას მელიასა და ქართული ოცნების შეხვედრის დეტალები დათო ახვლედიანმა გაგვეცნო.